ხანების მაგალითად ადამიანების და პირის კოორდინატს გიწერთ. ანუ დამატებით რაღაც გამოთვლები და ზებნა არასაჭირო პირდაპირ გაქვთ ინფორმაცია სად არის ის წერტილი რომელსაც უყურებთ. ანუ დრონის პოზიცია კი ვიცით, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რასაც უყურებთ წერტილს იმას გიწერთ ავტომატურად. ყველა დიდი შედეგი ჩვენ რაც მივხვდეთ 45 წუთი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა დამოკიდებული არის დატვირთვაზე, რამდენს ჩამოკიდებზეთ და რა თქმა უნდა ამინძზე არის დამოკიდებული. მინიმუმი 30 წუთი არის. დამუხტვას უნდება დაახლოებით 40 წუთი. თუმცა ეს შედეგებით რა თქმა უნდა 3 აკუმულატორი თუ გაქვთ, ჩათვალეთ საათნახევარი ფრენის დრო. ბევრი? 2, 5, 10, რა ვიცი, რამდენი საჭირო. ასევე შეიძლება ადგილზე მაგის დამუხტვა გენერატორით და ეგ ყველა პირობები რა თქმა უნდა, ეგ ყველაზე ისეთია და ჩვენ ახლა გურიაში რო ვიყავით, ანუ ესეთი кейსი გვაქვს. ესე იგი 7 წუთში მოასწარე აფრენა მისვლა ადგილზე, მიწოდება ის თვირთის და დაბრუნება და ეს ყველაფერი მოხდა, ანუ 5 კილომეტრი გავიდა, 5 კილომეტრი დაბრუნდა 7 წუთში. და ელემენტი დაიხარჯა სადღაც 20%. ანუ კიდე შეიძლება და მე არ ვრისკავდი, სიცივია, ბევრ რაღაცებია, მაქვს აკუმულატორები და ვთვლი, მაგრამ თუმცა შეიძლება, ისე მოვიდა, ისევ თვირთი აიღო, ისევ წავიდა, მოვიდა, ანუ რამოდენიმე რეისის გაკეთება შეიძლება. ნუ ამის რადიუსი 10 კილომეტრის ფარგლებში. 10 კილომეტრის ფარგლებში 10 კილომეტრი დარწმუნებულად ხო, შეგიძლიათ. ნუ დარწმუნებულად დავფრთხილოთ. მერე უკვე თუ კიდე უფრო შორს გჭირდება, აქვს აღჭურვილია 4G ტექნოლოგიით. და შეიძლება უბრალოდ ახლა როცა კვადროკოპტერის სახით დრონია, ნუ ამის ეფექტურობა არ არის, უფრო ეფექტურია მაშინ ხდება აი ეს თვითფრინავი. კაცი თვითფრინავის სახით. ეს არის vertical take off